მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ხანია არ გამორჩენილ ვარ, ყველანი ძალიან მომენატრეთ თქვენი პოზიტიური გამოხმაურების წაკითხვა. უღრმესი მადლობა ერთგულებისათვის, უღრმესი მადლობა ჩემი არხის გამოწერისათვის და იმ პოზიტიური ენერგიებისათვის, რომელსაც ყოველთვის ვატრიალებთ ჩემს არხზე. Ჩვენ დღევანდელი გაშლის თემა კი იქნება რისი თქმა სურს ჩაფიქრებულ პიროვნებას და არ გეუბნებათ. კონცენტრირდით თქვენს ადამიანზე, წარმოიდგინეთ მისი ხმა, მისი ვიზუალი, წარმოთქვით მისი სახელი, შეგრძენთ მისი სურნელი. გაიხსენეთ მასთან ერთად გატარებული პოზიტიური მომენტები. ჩვენ კი დავიწყოთ გაშლა. მეგობრებო, მე დავიწყებ მის აღწერას, თქვენს აღწერასაც და თუ რეზონირდება თქვენთან, განაგრძეთ ყურება. როგორი ადამიანი ხართ თქვენ, როგორი ადამიანი არის პიროვნება, რომელიც ახლა უყურებს ჩემს ვიდეოს? როგორი ადამიანი არის პიროვნება, რომელიც ახლა უყურებს ჩემს ვიდეოს? ისე გვესტუმრა ჩვენი საყვარელი არკანი და ეს მდგომარეობა ღმერთმა სიხარულად შეგიცვალოთ და ბედნიერების და სიყვარულის ენერგიების შემოსული იყოს თქვენთან. მეგობრებო, თქვენ ამჟამად ხართ ძალიან სევდიანი, ვინც ახლა უყურებთ ამ ვიდეოს, ამ კითხვით. რისი თქმა სურს და არ მეუბნება, თქვენ ხართ სევდიანი, მოწყენილი, აპათიურ მდგომარეობაში, გონიათ ყველაფერი დაამთავრდა, ამხელა რესურსი, ენერგია ჩადეთ ურთიერთობაში და არაფერი გამოვიდა, მაგრამ მეგობრებო, სამყარო გვეუბნება, რომ კიდევ არსებობს შანსი და მინდა იცოდეთ, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ჩვენს უმაღლეს სიკეთეს და კეთილდღეობას ემსახურება. ყველაფერი რაღაცისთვის ხდება, მეგობრებო. კიდე როგორი ხართ? წამოხვედით, მეგობრებო, ძალიან სევდიანი არკანები ამოდის. აი ამ წუთას ამ ვიდეოს მიყურებთ ესეთ ენერგიებში მყოფი ადამიანები, რომელმაც დატოვეთ ურთიერთობა, რომლის დატოვებაც ძალიან მტკივნეული იყო თქვენთვის. აი მე პირდაპირ გრძნობ თქვენს ენერგიას. ძალიან მტკივნეული იყო თქვენთვის და წახვედით ურთიერთობიდან გაურკვევლობისკენ. უბრალოდ ადექით და წახვედით, მაგრამ გულში გქონდა ძალიან დიდი სიყვარული. ან დაანებდით და წახვედით შიშებში, შეზღუდვებში, გაურკვევლობაში, მაგრამ გეყოთ ძალა და წახვედით ამ დიდი სიყვარულიდან, რომელმაც ამავდროულად დიდი ტკივილები მოგიტანათ. ხშირად მედიტირებთ ალბათ, შესაძლოა უენერგიოდაც იყოთ და საწოლსაც იყოთ, ესე ვთქვათ, უხეშად მიჯაჭვული, ენერგია არ გქონდეთ, არც მუშაობის, არც რაიმე შექმნის, იყოთ დეპრესიულ მდგომარეობაში. მაგრამ შესაძლოა ეს წასვლა იყო იმიტომ, რომ თქვენი მხრიდან, ესე ვთქვათ, აბა თუ გამომეკიდება, აბა თუ გადმოდგავს თვითონ ნაბიჯს. მაინც გულისიღრმეში გქონდათ იმედი იმისა, რომ ის გადმოდგავდა ამით ნაბიჯს. მაგრამ თქვენ ხართ, მეგობრებო, ძალიან ძლიერი, თვითკმარი, რეალიზებული ადამიანი, რომელსაც ბალანსი გაქვთ დაჭერილი სულიერსა და მატერიალურ სამყაროს შორის. კარგი მეოჯახე, შესაძლოა ტრადიციების მიმდევარიც, ზუსტად იცით რა გინდა ცხოვრებისგან, გარკვეული წარმატებებიც
შესაძლოა გქონდეთ ცხოვრებაში, კარიერაში სერიოზული ქალბატონი ხართ, სერიოზული პიროვნება ხართ, რომელმაც ბევრი რამე გამოიარა ცხოვრებაში. შესაძლოა ზოგიერთი თქვენგანი ესეთი ინფორმაციაც მომდის, რომ იყოთ განქორწინებაში, ან გქონდეთ წარსული სასიყვარულო გამოცდილება, ბევრი რამე ნახეთ ზოგადად ცხოვრებაში. ადამიანი, რომელმაც გამოიარა ბევრი სირთულეები, სიძნელეები და ეხლა არის შემდგარი როგორც პიროვნება, როგორც ძლიერი, მიწაზე მყარად მდგომი ქალი. ამ წუთას შესაძლოა იყოთ გაურკვევლობაში, ამ ადამიანის გამოჩენამ შეიძლება შეგირყიათ გარკვეული პერიოდი თვით შეფასება და ეხლა იბრუნებთ ამას. შეიძლება თქვენი კარიერიდან ამ ადამიანზე გადმოერთეთ და იქ ენერგია დაკარგეთ, ესე ვთქვათ, და უკუსლისკენ წავიდა და გაურკვევლობისკენ, იმიტომ რომ არც თავი გაქვთ ამის და არც ნერვები. აი თუ ასეთი ადამიანი მიყურებს ახლა ძლიერი, მაგრამ ყველა ცხოვრებაში დგება ძლიერი ადამიანების ცხოვრებაშიც დგება, როდესაც შემოგვიტევს შიშები, გაურკვევლობები, შეზღუდვები. კი ბატონო, როგორი ადამიანი ახლა ის გვაინტერესებს ახლა. თუ რეზონირდება, განაგრძოთ მეგობრებო ყურებ. როგორი ადამიანი არის? პიროვნება, რომელიც ჩაიფიქრეს ჩემმა მაყურებლებმა. მეგობრებო, თქვენ უფრო ძლიერ ადამიანად ამოხვედით. შესაძლოა თვითონ უფრო იყოს რაღაც ფემინურ ენერგიებში, ვიდრე თქვენ. ამ ურთიერთობაში თქვენ ინიციატივები გქონდათ აღებული, მაგრამ თქვენ მასში გხიბლავდათ ის, რომ შესაძლოა ეს პიროვნება იყოს, რაღაც საზოგადოებაში რომ გამოჩნდება თავისი ან ვიზუალით, ან ქარიზმით, შინაგანი შარმით, შეუძლია საზოგადოებაზე ზემოქმედება, რაღაც სიხარული შემოაქვს, რაღაც იგრძნობა მისი არსებობა, ყურადღების ცენტრში ეხვევა, შესაძლოა გქონდეს კარგი იუმორი, მაგრამ ამავდროულად ამ წუთას ისიც თქვენს ენერგიებშია იმ მხრივ, რომ გულისხმობ იმას, რომ ისიც ძალიან განიცდის, გონია რომ ყველაფერი დამთავრდა, თავში აქვს ხელები შემორტყმული, მაგრამ აქაც მიჩვენებს, რომ შანსი არსებობს და არსებობს შანსი იმისა, რომ ურთიერთობა გადავიდეს ისევ ზეიმის, სიხარულის და ბედნიერების ენერგიებში. ეხლა ვკითხოთ, თუ ასეთი პიროვნება არის და თქვენც თუ ასეთი პიროვნება ბრძანდებით, განაგრძეთ ვიდეოს ყურება. ეხლა ვკითხოთ სამყაროს ნათელძალებს. რისი თქმა სურს ჩაფიქრებულ პიროვნებას, ჩემ მაყურებლისთვის, რომელიც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, და არეუბნება. რისი თქმა სურს. ხანდახან შესაძლოა მისიენით დაგელაპარაკოთ, მეგობრებო. უმაღლეს ნათელძალებს ვაძლევ უფლებას, რომ ჩემი პირით გაახმოვანონ, ესე ვთქვათ, მისი სათქმელი. ნაკაჩი ვარ, პირიქით მადლიერი ვარ, რომ დინარესავით შემოედინება ჩემთვის და ჩემში ინფორმაცია. მათგან რისი თქმა სურს.
მეგობრებო, თვითონაც არის აპათიურ მდგომარეობაში. შესაძლოა ამ წუთას მოდი ამ პიროვნების ენით ვისაუბრებ. შესაძლოა ამ წუთას შენ ფიქრობ, რომ მე ზურგი ვაქციე ურთიერთობას და გავიხედე სხვა მიმართულებით, მაგრამ მინდა იცოდე, რომ შენ ხარ ჩემი შანსი სამყაროსგან. შენ ჩემს ცხოვრებაში შემოიტანე ფერები, სიხარული და განმაცდევინე ის, რაც ადრე არასდროს არ განმიცდია. შენ წყალობით ამიმაღლდა თვით შეფასება, მივაღწე გარკვეულ წარმატებებს. კი, ეხლა ვარ უმოქმედად, მაგრამ ამასაც ვაკეთებ ჩემი აღქმით და ჩემი გაგებით სიყვარულის სახელით. მე მგონია, რომ შენ უფრო მეც იმსახურებ, ვიდრე მე ვარ. შენ ჩემი შანსი ხარ სამყაროსგან. შეხედეთ, მეგობრებო, ადამიანის ირგვლივ დგას ამდენი თასი, ზევით კიდე სამყაროსგან გამოწოდილი თასი, შანსის სახით, სიყვარულის სახით და ადამიანი თავისი შინაგანი მდგომარეობიდან და შინაგანი ომებიდან გამომდინარე და იმ ქარტეხილებიდან, რაც მის შიგნით ხდება, არც კი იყურება შანსისკენ და არც ერთ თასს არ უყურებს, მეგობრებო. არის თავის შინაგან სამყაროში, თავის წარმოდგენებში და ის მისი არჩევანია ამ წუთას იყოს ასეთ მდგომარეობაში. დერისით მოსურს. ამ ეტაპზე სამართლიანობა მოითხოვს ასე. არსებობს რაღაც დამბრკოლებელი გარემოებები, რის გამოც მე აურჩიე ეს მდგომარეობა, მაგრამ ეს ადვილი არ არის ჩემთვის. ძალიან მტკივნეულია მე შენ აგიქვავ სერიოზულ ქალად. შესაძლოა განვიხილავდე იმასაც, რომ ოდესმე ერთად ვიქნებით, მაგრამ ამ წუთას აურჩიე სხვა მიმართულებით ყურება, იმიტომ რომ ასე აჯობებს ორივესთვის ამ ეტაპზე, თუმცა მე ვიცი, რომ ბევრჯერ დაგატრიალე ერთი და იგივე წრეზე, ვერაფერი ვერ მოგეცი, შინაგანად ვგრძნობ, რომ შენ ჩემზე მაღლად გახარ. მე ვერ გწუდები. შენ ისე მაღლად გახარ, რომ მე ვერ გწუდები და მე მინდა, რომ დაგიმორჩილო, დაგიქვემდებარო. მაგრამ არც საკმარისი ძალა არ მაქვს, იმდენად ძლიერი ხარ შენ. მაგრამ განვიხილავ იმას, რომ ეს დღეც დადგება. მე ვიპოვი ჩემში ძალას და ჩვენი ურთიერთობა გადავა სერიოზულ ფაზაში. დიდი მადლობა, მეგობრებო, ყურადღებისათვის. წარმატებებს და ბედნიერ სიყვარულს გისურვებთ.